აფხაზეთის სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღი პრემიერისთვის ემზადება. დღესაღამოს მაყურებელი ნახავს სპექტაკლს სახელწოდებით მადლობა მიყვარხარ მაპატი. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ჩვენი სტუმრები აფხაზეთის სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის დირექტორი თეო პირანიშვილი და აზდაკის ბაღის მსახიობები გიგო შიუკაშვილი და მარიამ ლომიძე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. სტუმრებო, მსახიობებო, თეო, მადლობა სტუმრობისთვის. ესე იგი ორმაგი მადლობა რომ საპრემიერო დღეს ჩვენი სტუმრები ხართ დილა ადრიან და ძალიან გვახარებს ეს ფაქტი. თეო, მოდი დავიწყოთ შენთან საუბრით. რას თავაზობ დღეს მაყურებელი შეიჩვია თქვენ ძალიან კეთილ სასიამოვნო სპექტაკლებს, არც პირველია ჩვენთან თქვენი დასისწრების სტუმრობოთ ამ თემაზე საუბარი და იცი უკვე საზოგადოებამ რამდენიმე წელია ძალიან მნიშვნელოვანი კეთილ საქმეს აკეთებს თქვენი თეატრი. საოცარი სახელწოდება მადლობა მიყვარხარ მაპატი. აი ფაქტობრივად სამი პოსტულატი, სამი ძირითადი სათქმელი, ძირითადი ესე იგი საზრუნავი ყველა ადამიანისთვის რაც არის, ხო და შესაბამისად იქნება შინაარსით. გითხარით რა ელოდება დღეს მაყურებელს და როგორია სამზადისი წინა საპრემიერო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყოველთვის ყურადღების გამოჩენისთვის და მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს გვაქვს როგორც აღნიშნეთ კახა პრემიერა, მადლობა მიყვარხარ მაპატია და ლაითმოტივად უნდა გაყვეს მართლა ყველა ადამიანს ეს სამი სიტყვა, იმიტომ რომ მადლობათი შემოვიფარგლებით მიყვარხარ და მაპატია. სამის გარეშე რომელიმე თუ აკლდება და რთულია მე. კი ბატონო, იმიტომ რომ სამივე ერთად არის მასში და რაც შეეხება ამ სპექტაკლს ეს არის ბაჩოს გაბრუაშვილის რეჟისორის საავტორო ნაწარმოების მიხედვით და ახსნათ როგორია, ანუ წინასწარ ცოტათი ხო. კი ბატონო, რასაკურველია, ეს არის ძალიან კარგი და პოზიტიური, უმნიშვნელოვანესი სპექტაკლი და რატო? ანუ არის ფიზიკოსი, რომელიც თავის საცდელ ოთახში აფეთქებს რაღაცებს და ხვდებიან საოცარ გარემოში. ყველგან აღმოჩნდებიან. პლანეტაზე და დანარჩენი უკვე ხალხმა ნახოს, იმიტომ რომ იქ არის ისეთი ძირითადი, ვერ ვიტყვით ახლა, იმიტომ რომ დანარჩენი ხალხმა ნახოს. შენ მეტად გაგვიგებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ყველაფერს. მაყურებელს. კი ბატონო. სანახავად. გიგო და მარიამ მადლობა სტუმრობისთვის. როგორ ემზადებით? გიგო, მოდი შენი დავიწყოთ. რითია გამორჩეული სპექტაკლი, შენ უკვე გამოცდილი მსახიობი ხარ ამ თეატრის და როგორი მოლოდინები გაქვს და როგორი სამზადისებია? მადლობა მიყვარხარ მაპატიე. ესეთი გვაქვს ჩვენი სპექტაკლი. 8 მაისს 8 საათზე გელოდებით. დღეს ძალიან კარგი სპექტაკლი გვაქვს, ძალიან პრემიერა შედგება ახლა საღამოს და ესეთი არის ამ შინაარსით არის ძალიან საინტერესო, აი ჯადოსნური რაღაცა. აი ჯადო მოახდინა რაღაცა ფიზიკოსმა. რაღაცნაირად, მეტი არაფერი. მარიამ, შენ როგორ ემზადები? და ესე იგი რას ნიშნავს შენთვის ამ სპექტაკლში მონაწილეობა ესეთი მნიშვნელოვანი სახელწოდებით? მადლობა მიყვარხარ მაპატი, რომელსაც ალბათ პირველში ღმერთსონავნებობთ და მე ერთმანეთს. კი, ჩემი ყველა სამი სიტყვა ჩემთვის ჩემი გულს გასაღებია. აი რა კაი ისტორია. ის ავტორი და რეჟისორი გახლავთ ივანე პაჩაკაბროაშვილის დასახურებით ვართ ამ სპექტაკლში და ზუსტად 8 მაისს აი ჩვენი საპრემიერო სპექტაკლი საავტორო არის და ამ სპექტაკლში ვარ მე ჩართული. მე მოვასრულებ ერთ-ერთი დამიწერი, ანუ პანტეის როლს. გიგო, შენ რას ასრულებ? დამოვიწყე. მე ვასრულებ იგივე შეფი. აჰა. ყველაფერს თავი და თავი, ხო? ანუ ნუ გიგო ყოველთვის თავი და თავია, ხო? გიგო სადაც არის შეფია? გიგო სადაც არის. შეფი არის, როცა აი ეს რას გვაქვს, მადლობა მიყვარხარ მაპატიაში. შიგნით არის ენერგიულად და პოზიტიურად რაღაცნაირად. მარიამ, რამდენი ხანია რამცა ოჯახის წევრი ხარ თეატრში? ხანია მე აქ თეატრში ოჯახის წევრი ვარ და მე და ასების დღიდან მოვედი და უკვე ახლა 11 წელია ამ თეატრს ეხმარები. ჩემი დირექტორის და მე მოწმება და რეჟისორიც მიყვარს და ნუ გიგო შენ უფრო მეტი ხო? მეტი ვარ. რა მოგცათ ამ წლებმა? ამ წლებმა კი მოგცა რომ ჩვენ დავახლოვა თეატრმა და
და ჩვენი სოციალურ დამსახურება ეს ყველაფერი. ანუ ჯერ ვერც დავიწყეთ ჩვენი დადგმული სპექტაკლებიდან და ახლა უკვე მოით აქამდე ახალით დავიწყეთ და ახალით ვაგრძელებთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არიან სახელმწიფო თეატრის მსახიობები, იმიტომ რომ სოფლიოში არ არსებობს ჩვენი მსგავსი თეატრი და სტატუსი ქონდეს სახელმწიფო თეატრი, იმიტომ რომ ხო და სრულიად ცოტა გრძელი დასახელებაა, მაგრამ აფხაზეთის ავტონომიური პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრია და ასმაგად საამაყოა, იმიტომ რომ ამდენი შრომა ბაჩოს დაუფასდა და სახელმწიფო სტატუსი მივიღეთ. და განსახულობთ რაც ნიშნავს, რომ დახურული ჩვენება შედგა. დახურული ჩვენება შედგა და ეხლა გვაქვს ესეთი, ხო, შიდა ჩვენება იყო ჩაბარების კი ბატონო და არაჩვეულებრივად და მე მინდა თქვა და მადლობა გადაუხადო ჩვენს მეგობრებს, დამსახურებულ მსახიობებს, ქალბატონ მარინა ტატიშვილს, მარინე ჯოხაძეს, ბაჩ ჩაჩბაიას, გიორგი ტატიშვილს, მარიამ თოფურიას და ლევან აფხაიძეს, რომ სულ ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და რაღაცნაირად ერთად შრომობენ და არიცით რამხელა შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში. ჩვენ კადრები გვაქვს ახლა რეგიონებში ქონდათ კიდევ გასული ჩვენებები და ამ შესახებაც რომ გითხრათ როგორი არის მაყურებლის საგასტროლე ტური გვაქვს უკვე მეორე წელია და აბსოლუტურად ყველა რეგიონში ყველა არსებული ქალაქი მოვიარეთ და ეხლა დავიწყეთ ზუსტად 12 მარტიდან მარტვილში ვიყავით, მარტვილი, აბაშა, ზუგდიდში. რასაკვირველია, კახა ჩვენ რაჭას ვერ დავდოვე და ეხლა სხვა კი რაჭელები ვართ, მიუხედავად რაჭა ხوار გამომიტოვოთ. რაჭაში ვიყავით, რაჭაში მოგიანები ხოჯამეთ, კი. ეხლა მივდივართ სხვათა შორის ივლისში ამბროლაური ონი საგირი და ლედი. წამოდი ჩვენთან ერთად კახა. ასეთ კახალთან ერთად რაჭაში ხო წავალა, სადაც გინათ იქ წამოგზანდი და ჩვენთან მართლა დიდი ფეიერბერკია, სიხარულის, სიყვარულის და გვეტყობა კიდევაც თითოეულ ვიდეოებში თუ რამდენად რაღაცნაირად ერთად. იგო და მარიამ, ეხლა იგი, როცა გაქვთ სპექტაკლი იქნებებით რეპეტიციაზე პრემიერა, ეს არის გადასარევი. გასტროლებზე მითხრა, რო დადიხარ და მოგზაურობთ, ეს კიდე სხვა ურთიერთობებია და რამდენად თქვენთვის ასიხარულოა. ეს არის სხვადასხვა კომუნიკაცია ურთიერთობა. როცა გასტროლებზე რომ მივდივარ, ხანდახან რა ვითამაშეთ? მე ვხედავ მზეს. მე ვხედავ მზეს. თელადოსი ვითამაშეთ. მე ჩვენ ავედით რეგიონებში, ძალიან საინტერესო იყო. კიდევ თელადოსი რო ავიღე შემდეგ ასროზე, მე მადლობა ისა მე ვხედავ მზეს. მე ვხედავ მზეს. ნაწარმოები მე ძალიან მიყვარს. ნოდარ დუმბაძე. ნოდარ დუმბაძე ძალიან მიყვარს და ისა მე ვხედავ მზეს. როის მე ვასრულებდი ანატოლს. სოციალიზმის რუსი ასრულებდი. მაყოფილი ხარ გასტროლებში. ძალიან დიდი მაყოფილი ვარ, მაგრამ დღევანდელი დღეს და ასრულები ძალიან მომეწონა და მინდა თქვა ამ ტელევიზორში რომ მინდა რომ ბაჩო გაბრუაშვილის დამსახურება ეს ყველაფერი არის. იმიტომ რომ ბაჩო გაბრუაშვილი რომ ყოფილიყო ასაკის ბაღში მე ვამაყობდღეიდან მე ისი რაზე ვამაყო თეირო აქ არის და თათია ქობულაძე კი ბატონო მადლობა მიყვარხარ მაპატე აი ამ სიტყვებს ამ შინაარს ამ ცხოვრების რეფერენს ერთი ადამიანი იყო ამის მაგალითი იცი ვინ იყო ეს კიო გადაიწე პერანგი და გულზე რა გაწერია გვანახე ილია მეორე ჩვენი თითი პატრიარქი ჩვენთან ძალიან დიდი სიყვარულია და ჩვენ ღმერთთან ძალიან ახლოს ვართ და იგო მიცის ხოლმე ყოველთვის თქვა რომ მე ღმერთთან ძალიან ახლოს თქვენ ხო ძალიან უყვარხართ ამას ხო გძნობთ მე ისი რას გძნობ კიდევ მე გძნობ რომ იესო ქრისტესე ვარ რაღაცნაირად ახლოსავა გძნობ რომ შენ ისიც არის ახლოს შენთან იმიტომ რომ ახლოს არის იმიტომ ის რომ მე ლაპარაკება მეს ლაპარაკობ რა ეს არის არაჩვეულებრივი და შენ გიხარია მას უხარიაო ეს მე რომ ხარია ის უხარია იმას უხარია ახარებთ ერთმანეთს ვახარებ მარიამს უნდა დაემატებინა კიდევ რა მარიამ ჩემ საყვარელი ორს გამოვავლენ რომელიც ძალიან მიყვარს უნდა დაბადეს მე ვხედამზე და მან თუნ ბაბა ხამ აბატიე
თეთრელშია მარიამი და საერთოდ ზოგადად ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან და განსაკუთრებით ნიჭიერები არიან მე თვითონ. ძალიან ნიჭიერები. მე გისურვებთ ესეთ რამეს, ჩვენ ძირფოსო მსახიობებო და სტუმრებო, რომ პირველ რიგში დღეს დიდი წარმატებით ჩაივლოს ჯერა და როგორც წინა სპექტაკლებს, რომლებიც ჩამოთვალეთ, ქონდა წარმატება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ამ სპექტაკლსაც ქონდოდეს მრავალწლიანი წარმატება და მოგზაურობა. და ყველა ადამიანი ინახავს ამას. სხვა სად გაიმართება სპექტაკლი მაინც? მოზარდ მაყურებელთა თეატრში 8 საათზე 8 მაისს დღეს და რა ვიცი ზუსტად ვიცით რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოიწონება და იმიტომ რომ ბილეთები გაყიდულია უკვე საკმაოდ ბევრი მოლოდინი და მნიშვნელოვანია კიდე ჩვენი ყოფა ისე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ერთ-ერთ რაღაცას ვიტყვი და სხვათა შორის არსად არ მithქვამს რატომღაც რომ ზუგდიდში ჩვენ დეკემბრის თვეში 3 დღიანი გასტროლი ქონდა და მივიყავი ჰელადოსით სასაზღვრო ზოლთან ჩავატარეთ ესეთი მოკლედ სპექტაკლი და ჩვენ რო წამოვედით რამოდენიმე ხანში ბაჟს დაურეკეს და უთხრეს რომ დაუნის სინდრომის ბავშვი გიორგი მოიკითხოთ აქედან აიყვანეს დასში და ანუ ძალიან მამოტივირებულია და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ესეთი ხშირი სიარულის გასტროლით, იმიტომ რომ მოტივაცია მათი მსგავსი ოჯახის იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ესეთი, იმიტომ რომ ერთხელაც რო ნახოთ ამათი სპექტაკლი, ახლა შენ უფრო მეტად მიხვდები კიდე მეტად, თუ რამდენად მაგრები არიან და რამხელა რესურსი და რამხელა შრომა იდება, ну, ბაჩოს მხრიდან რასაკვირველია. თქვენ ახსენეთ ნაწილობრივ საომავლო გეგმებზე, მინდა გკითხოთ ივლისში თქვენ მიბრძანდებით რაჭაში, ხო? გარდა ამისა კიდევ არაერთი დაგეგმილი ღონისძიება გქონდა ქუთაისში, ფოთში, ხონში, ზესტაფონში, რა ვიცი, აი აბსოლუტურად კიდე რაჭით დავამთავრეთ ალბათ სავარაუდოდ, იმიტომ რომ მე უკვე ბანაკი გვაქვს ჩვენ და ბანაკში მივიდივართ ხოლმე ყოველთვის. ესეთი გვაქვს ჩვენ სლოგანი, მე კაკად შენ ინკლუზიური ბანაკი რომ არის. ეს ჩვენია და ჩვენი სლოგანია. ინკლუზიური ბანაკი არის, როცა ჩვენ ვთამაშობთ სპორტული აქტივობას. ხო, და სპექტაკლსაც გავს ხოლმე ბაჩოკებად. დირიდან ამას ან რაღაცას ვაკეთებ სვამ ჭამს და მე დირად რო გაავდივართ მე გვაქვს სპორტული აქტივობა სპორტული აქტივობას ჩვენ ფიქრობთ ჩვენი ვიგონებთ თამაშობთ ვაჯიშობთ პოზიტიურად ვარ ენერგიულად ვარ რომ რაღაცნაირად მაგრები რომ ვიყო აბა დიდი მადლობა და წარმატებები გიწევთ დღეს ჩვენს პრემიერაზე იმიტომ კარგია მართლა და უნდა ნახოთ და თითოეულ ადამიანს განწყობილების რომელიც შემოგვიტანეთ გისურვებთ წარმატებას და წარმატებული იქნება აფხაზეთის სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის დირექტორი თეოფერანიშვილი და თეატრის დასის წევრები მსახიობები გიგო შირუკაშვილი და მარიამ ლომიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები.